დედოფლისწყაროში სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო სამაშველო სწავლება ჩატარდა. ღონისძიება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის ტრანსსასაზღვრო რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა და აზერბაიჯანში ფარგლებში განხორციელდა. წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში დაფიქსირდა ტყის ხანძარი, მაღალი ტემპერატურისა და ინტენსიური ქარის გამოცეცხლი აზერბაიჯანის საზღვარზეც გავრცელდა. სიტუაციის ეფექტიანად მართვისთვის შეიქმნა შტაბი, სადაც გამოწვეული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით შედგა კრიზისის მართვის გეგმა. უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგად მოხდა მოსახლეობის უმოკლეს დროში ინფორმირება და ყველა შესაბამისი საევაკუაციო მოქმედებების განხორციელება. სწავლებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩაატარა სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით მრავალფუნქციური და მრავალკომპონენტიანი სწავლება. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სეილორის ფარგლებში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები. სწავლების მიზანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების დროს კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება. სწავლება ხელს შეუწყობს უფრო კოორდინირებულ რეჟიმში განხორციელდეს სტიქიების და ხანძრის დროს კოორდინაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დედოფლისწყაროს რაიონში, რათა ვაჩვენოთ პროექტის განმავლობაში არსებული პროგრესი და თუ როგორ ახდენს აქტივობების კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ საპილოტე ზონაში. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპულ დონეზე და მიგვაჩნია, რომ პროექტი შეიძლება იყოს სამაგალითო შემთხვევა, რომელსაც შეუძლია სარგებლის მოტანა მთლიანად ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის და სამოქალაქო უსაფრთხოების საზოგადოებას ევროკავშირში.